რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ხვდები, როგორი ძვირფასი ხალხი ხართ თქვენ და ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ. ჩვენ შეიძლება კვირის განმავლობაში ან თვეების განმავლობაში ერთმანეთთან არც კი ვიკვეთებით, მაგრამ გვაქვს ერთმანეთის იმედი, ვიცით რომ ყავს ერთმანეთი არის ჩვენი ძვირფასი და ქეთი და მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც მას ეხმარება, ხშირად ისე დახმარებებს უწევთ ერთმანეთს, რომ არც კი ვიცით რომ ქეთი აკეთებს ამას და ის გუნდი, მაგრამ ჩვენც ვიღებთ ამაში ხოლმე მონაწილეობას ძალიან თითქმის ყველა ადამიანი. და მიხარია რომ თქვენ მყავხართ, რაც უფრო დრო გადის, როგორც თქვი, უფრო მეტად ხვდები, როგორი ძვირფასები ხართ. თქვენ ხართ ხალხი, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოს ადამიანი, ამიტომ უფრო ძვირფასები ხდებით ჩემთვის და რა თქმა უნდა ჩვენი მამისთვის. ამინ. დიდება უფალს. დიდება ჩვენს იესოს. ალელუია. მე მეგობრებო, 1-3-4 თვე არის რაღაც ორი ისეთი პატარა მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც გამამხნევა ძალიან. და მინდა რომ თქვენს გაგამხნევოთ, თქვენს გამხნევდეთ, თქვენს დაინახოთ იმ თვალით, რა თვალითაც მე ამ რაღაცას შევხედე. მე მაქვს გორის რაიონში მაქვს სოფელი და მყავს ორი ძაღლი. ჩემი სოფლისა და ჩემი ძაღლების შესახებ ეკლესიის ზოგიერთმა წევრმა იცის და იციან, ზოგმა არ იცის. ეს ძაღლები ეზოში იყვნენ ხოლმე და ეხა ეზოს გარეთ გაუშვეს ძაღლები. და არიან ცოტა ისეთი ძაღლები არიან, ეზოში ცოტა ისე იყვნენ, როგორ გითხრათ, სხვა ძაღლებთან მაინც დიდი შეხება არ ქონდათ, მაინც თავის დაცვა არ ეხერხებათ და ეხლა რომ ეზოს გარეთ აღმოჩნდნენ, ცოტა უწევთ უფრო ყოჩაღად ყოფნა. და ჩავედი ერთ-ერთ დღეს სოფელში, ყოველთვის ახლა სოფელში მოგეხსენებათ, ყოველთვის ბევრი საქმეა და ერთშვენიერ დღეს მურიგი მუშაობის შემდეგ დავჯექი აივანზე დასასვენებლად. და მესმის ჩემი ძაღლების ხმა, ანუ მე ვცნობ მათ ხმას, ისინი ლეკობიდან გავზარდე და ნებისმიერი ხმით შემიძლია გავიგო მათ რა უნდათ და რა სჭირდებათ. ხო და მივხვდი რომ უცხო ძაღლი იყო შემოსული და მათ ტერიტორიაზე უნდოდა შემოსვლა და დაღლილი ვიყავი, მაგრამ სწრაფად წამოვხდი და გავიქეცი. რომ გავიქეცი, გავაღე ეზოს კარები, გავედი გარეთ და ბევრი არაფერი არ გამიკეთები, არც ჯოხი ამიღია, არც ქვა ამიღია. ერთადერთი რაც იყო, დავეცი ყიჟინა. მიდი როი, მიდი ჩილი, ორი ძაღლია, ეს ჩილი ქვია. ძალიან ისეთი ძაღლია, წიწაკა ძაღლია, ჩილი დავარქვით, მეორეს როი ქვია. ეს ძაღლები ამ ყიჟინის შემდეგ გახდნენ, მე ხო ვიცი ახლა მათი ძაღლობა რაც არის. 1-3-ად გახდნენ, 1-4-ად გამოეკიდნენ ამ ძაღლს, რომელიც ძაღლიც იყო უცხო ძაღლი შემოსული. და დაუწყეს კბენა, ჯერ ჩემთან გამოიქცნენ საშულად, მაგრამ მე რო ყიჟინა დავეცი, დაუწყეს კბენა. ისეთი გამოცდილი ძაღლი ჩანდა, ბებერი ძაღლი იყო, ეტყობოდა და მაინც აჩქარებით არ მეატოვა ტერიტორია. ნელა ძუნძულით გავიდა, იტანდა ამ კბენებსაც, მაგრამ ჩემი ძაღლები იყვნენ, ასე შედახტებოდნენ უკვე ისე იყვნენ. და რო გააძევეს ჩემი ბაღის ტერიტორიას, დაბრუნდნენ ეს ძაღლები უკან, ახლა უნდა შეაქომათ. შევაქე, მოვეფერე და მე ხლა ისევ დაღლილი ვარ მუშაობისგან და წამოვედი აივანზე დავჯექი ისევ. ხო და მე რო დავჯექი აივანზე, დიდება უფალს, ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო ეს მოვლენა. საერთოდ ერთხელ პასტორმა ზალმა თქვა, თქვენ ალბათ ბევრს გემახსოვრებათ, როდესაც უცხოელი ჩამოდისო ჩვენს ქვეყანაში, პირველი რასაც კითხულობს, რა ვალუტაც აქვს, ის ვალუტა რამდენად იცვლება ამ ქვეყანაში არსებულ ვალუტაზე, ანუ იმის გონება უცბად ფიქრობს. მაგალითად შვედი რო ჩამოვიდეს, 100 კრონი რამდენი ლარია. იკითხავს და ანგარიშობს ამ რაღაცას და ეს კარგად დამამახსოვრდა. ანუ ჩვენ როდესაც უფლის სულით და უფლის სიტყვით ვართ მოცულები, ყველაფერი რა ჩვენს გარეშე ხდება, რა ჩვენს გარშემო ხდება, ან არ ხდება, ვთარგმნით უფლის სიტყვის საფუძველზე, უყურებთ სულიერი თვალებით. დრო დავჯექი ისევ აივანზე, უცბად გამინათ და გონება რომ
ჩვენც ასე ვართ როგორც ჩემი როი და ჩილი ღმერთის წინაშე. იცით რა, ის ძაღლები იმ ძაღლებს არ დასჭირდა დიდი რიტუალები, რომ ჩემთან მოსულიყვნენ საშველად რაღაცა ეთხოვათ. არც მეზობლის ძაღლს არ უთხრეს ჯერ, რომ თუ შეეძლო თუ არა მეზობლის ძაღლს ჩემთვის ხმა მოეწვინა. გულწრფელად მოვარდნენ და დაიწყეს იმ ხმის გამოცემა, რა ხმასაც გამოსცემენ ისინი და მე მივხვდი რაც უჭირდათ მათ. ჩვენც ესე ვართ, როდესაც რაღაცა გვიჭირს, უნდა მოუხმოთ ღმერთს ყოველგვარი რიტუალების გარეშე, გულწრფელად და მე მჯერავს, რამდენი მილიარდი ადამიანიც არის მსოფლიოში, იმდენი მილიარდის ხმას იცნობს ღმერთი. ყველას ხმას იცნობს, ვის რა უჭირს რა მომენტში და შეუძლია დაეხმაროს. ყველაზე ძვირფასი ამ მომენტში იცით რა იყო ძვირფასებო? არაფერი არ გამიკეთებია, მე დავეცი ყიჟინა და მე ბიბლიას ჩვეულებრივ რო ვკითხულობდი ძალიან ბევრ მუხლებში ამ სიტყვისთვის აქამდე მე ყურადღება არ მიმიქცევია. ნუ ყიჟინა და მე წავიკითხე ესაიას 42:13-ში წერია, მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება, როგორც მეომარი დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს და თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე. დიდება ჩვენს უფალს. ჩვენ გვაქვს ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში გვაქვს უფლის ყიჟინა. შეგვიძლია მოუხმოთ უფალს, უფალი დასცემს ყიჟინას და ჩვენ შეგვიძლია გავაძევოთ მტერი ჩვენი საზღვრის გარეთ. დიდება უფალს, როგორც ის ძაღლი, თუმცა მე იმ ძაღლს არაფერს ვერჩი, დიდება უფალს. მე რო დავფიქრდი, რატო შემოვიდა ეს უცხო ძაღლი, რა უნდა? მას უნდა ჩემი ძაღლების საჭმელი შეჭმა, რომელიც მათ კანონიერ პატრონს ყოველთვის მიაქვს, ყიდულობს, უყრის იმზე, ის მათი საკვები არის. რა უნდა იმ ძაღლს ჩვენს ტერიტორიაზე? ჩემი ძაღლების საჭმელის შეჭმა. ესე არის სატანა. ბოროტი ყოველთვის მოდის და რაც ამ წიგნში ჩაწერილია და რაც ჩვენ გვეკუთვნის, უნდა ამის შეჭმა. და წაღება რაც მისი არ არის, ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყიჟინა, დიდება უფალს. შეუძლია ღმერთმა დასცეს ყიჟინა და ჩვენ ვხდებით 1-3, 1-1000 და შეგვიძლია გავაძევოთ მტერი ჩვენი ტერიტორიებიდან. დაღლაზე ვფიქრობდი, მე დაღლილი ვიყავი მეთქი, მაგრამ მაინც როგორ წამოვხდი, ამას ვფიქრობდი რა ძალიან ვიღლები ხოლმე, ბევრი საქმეა იქ და მე ესაიას ვკითხულობდი. და შემხვდა ეს მუხლი, განა არიცი, განა არ გსმენია, მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკლეველია მისი გონება. ჩვენ შეიძლება დავიღალოთ, მაგრამ უფალი არ იღლება. დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას მატებს, დიდება უფალს. არასდროს არც ერთ კრიტიკულ სიტუაციაში არ მიგრძნია უფლის მარჯვენის აღება ჩემი ცხოვრებიდან. მე ამისთვის მადლობელი ვარ ჩემი მამის, დიდება უფალს. არის ხოლმე სიტუაციები, რომ ბოლოა ამბობ, ახლა უნდა გაწყდეს ამბობ, მაგრამ არა. მოდის უფალი თავისი სულით და ყველაზე საოცარი იცით რა არის, რაც თხოვ იმაზე მეტს გაძლევს, იმაზე საოცარს გაძლევს. გამოცდილი მაქვს მე ეს და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენთაგანს აქვს ეს გამოცდილი. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. არის ხოლმე კრიტიკულ სიტუაციებში, როდესაც ტირილიც აღარ შეგიძლია ან რაღაც ძალიან დაძაბული ხარ. ერთ-ერთი ჩვენი უფლის ერთ-ერთი სახელი არის, მე ასე დავარქვი, შვება. როდესაც ძალიან რაღაც პრესის ქვეშ ხარ, მაგრამ მოდის უფლის შვება და მოდის უფლის სიცილი. ძალიან მიყვარს უფალთან ერთად სიცილი, ეს არის ჩემთვის სუპერ სიცილი არის ეს ჩემთვის. იცით როგორ არის, მე მიყვარს ძალიან იუმორი, მე თვითონ მაინც იუმორის გრძნობით არ გამოვირჩევი, მაგრამ კარგ იუმორს სწრაფად ვიგებ, ინსტრუქცია არ მსჭირდება, მივხვდები ხოლმე, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. და იუმორს მოყვება სიცილი შესაბამისად, მაგრამ როდესაც უფლის სული მოდის და უფლის სულიდან მოდის სიცილი, შენი სხეულის ყველა ნაკვთი აბსოლუტურად ცინის. განიცდის სიხარულს, განიცდის სილაღეს, განიცდის მშვიდობას. ამიტომ ვადიდებ ჩემს მამას, მისი კეთილგანწყობა არის ჩვენზე, თითოეულ ადამიანზე. ამინ. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. და კიდევ მსგავსი ძვირფასებო ერთი მოვლენა მოხდა კიდევ. ჩემი დედულეთის სახლი არის
ისე გარდაიცვალნენ ჩემი პაპა და ბებო, რომ ამ სახლის პრივატიზაცია ან მომავალზე, მემკვიდრეებზე გადაფორმება ვერ მოხერხდა. ხო და გაფანტული ახლა ეს სახლეული მთლიანად ზოგი მოსკოვშია, ზოგი ნიუ-იორკშია და მოიხედეს და ყველაზე უსაქმური მე აღმოჩნდი და დამავალეს რომ გამეკეთებინა ამ სახლის საბუთები. და ავირჩიეთ მემკვიდრე, ვიღაცა უნდა იყოს მემკვიდრე, რომ მე იმის სახელით იმოქმედოს აქ საქართველოში მცხოვრებმა პირმა და მე ეს ავიღე ჩემ თავზე და პირველ რიგში ნოტარიუსმა რაც მითხრა ეს იყო მინდობილობა უნდა გააკეთო იმ პიროვნებისა, ვის სახელითაც უნდა იმოქმედო. ამის მერე უკვე შეიძლება ამაზე მუშაობის დაწყება. გავაკეთე მინდობილობა, ხან გორის მერიაში მომიწია მისვლა, ხან იუსტიციის სახლში, ხან სოფლის გამგეობაში, რომელ სოფელშიც არის ეს ქონება კერძოდ და ყველგან სადაც მივედი პირველ რიგში მთხოვდნენ მინდობილობა გააქვს, და მე ბოლოს მივეჩვიე და მას აღარ მინდოდა თქმა, დავდებდი მინდობილობას, მე მიდიოდა ხოლმე პროცესი. სადაც ეს მინდობილობა წარვადგინე, არსად პროცესი არ შეფერხებულა, კი ბატონო და მე იწყებდნენ მუშაობას. და ეს ერთი დღე იყო გორში ვიყავი, ვიარე ისევ ამ საქმეებზე და რომ ჩამოვედი აქ სახლში. დავჯექი და ხა დღის განმავლობაში ფიქრობ, ხო იქ ვიყავი, ის საბუთია კიდევ გასაკეთებელი რაღაცებს ფიქრობ და უცბად კიდევ ისე როგორც ჩემს ძაღლებზე უცბად მომივიდა ესეთი ფიქრი თავში. სადაც მივედი ყველგან მომთხოვეს მინდობილობა. მინდობილობის გარეშე არ ვიყავი არავინ. ღმერთო ვიძახი, თუ მსოფლიოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ერთ-ერთი პატარა ბიურო არის, სანოტარო ბიურო. იმ ქალბატონის ნოტარიუსის მელნით დასმული ბეჭედი ამ ხელაძალა უფლებას მაძლევს. ყველა ორგანოში მეხსნება კარები. რამდენად დიდი არის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მინდობილობა, რომელიც მამამ დაწერა ზეცაში და იესო ქრისტეს სისხლით არის ბეჭედი დასმული. ნებისმიერ სულიერ სამყაროში, ნებისმიერ კაბინეტში მის შვილებს ამ სისხლით გამოსყიდულებს აქვთ უფლება შევიდნენ და მოითხოვონ ის რაც მათ ეკუთვნით და რაც მათ უნდათ. იესო ქრისტეს სისხლი არის ყველაზე ძლიერი იარაღი ამ სისხლის ამ ძალის ამ სისხლის ძალიან ეშინია ბოროტს. ჩვენ გვაქვს იესო ქრისტე, ეს არის ღვთიური მეფური სისხლი არის ჩვენთვის დაღვრელი. ამ სისხლით არის ახალ აღთქმაზე, ამ მინდობილობაზე ბეჭედი დარტყმული და ყველაფერი რაც აქ არის ჩაწერილი ჩვენ გვეკუთვნის, დიდება ჩვენს უფალს. ლევიანების 17:11-ში არის სისხლზე ბევრი მუხლებია, მაგრამ ერთ-ერთი ამოვწერე. მე თავის დროზე ამ მუხლებმა ძალიან ამავსეს. რადგან ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია სულს რომ განწმენთ, დიდება უფალს იესო ქრისტეს სახელს ემორჩილება ყველაფერი. მე არ ვაკნინებ არც გორს, როგორც ქალაქს და არც ნოტარიუსის სამსახურს. პირიქით ძალიან კარგი სამსახური არის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიულ დოკუმენტად შეგიძლია აქციო. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი მინდობილობა, უფრო დიდი ძალის მქონე მინდობილობა, იესო ქრისტეს სისხლით დაბეჭდილი. ამიტომ ყველას ვინც ჯერ ამ მინდობილობაში ყველას სახელი და გვარი წერია. მაგრამ აკლია ბევრი ადამიანის ხელმოწერა, ძალიან ბევრი ადამიანის ხელმოწერა აკლია. ამიტომ ყველა უნდა მივიდეს და ამ მინდობილობას მოაწეროს ხელი. იქ შენი სახელი და გვარი წერია, ვისაც ჯერ არ აქვს ხელი მოწერილი და უნდა მოაწეროს შენს ხელი. შენი ხელის მოწერა არის ის, რომ იტყვი, რომ დიახ, ეს ახალი აღთქმა იესო ქრისტეს სისხლით დაბეჭდილი არის ჩემთვის გამზადებული, არის ჩემი ძალაუფლება, არის ჩემი სიცოცხლე, არის ჩემი სიხარული, არის ჩემი დიდება მამასთან ერთად იესო ქრისტეს სისხლის ძალით. დიახ, ასე არის ჩემო მეგობრებო, მე ამ ორმა მოვლენამ ძალიან გამამხნევა. მე იცით როგორ არის რაღაცაზე რომ მიიღებ ცოდნას სულში, იმ დღეებში ყველაზე მეტად გახარებული ხარ. და ძალიან მინდოდა იმ დღეებში ყველასთვის მეთქვა, თითქმის ყველასთვის, აი ესეა, უთხარი ჩემ მეუღლეს, ჩემ დებს და იდა ჩემს ყველაზე ვიზეც მიმიწვდებოდა ხმა. და
ღმერთის სული გამცემი არის. აი, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება და გინდა ყველას უთხრა ღმერთის სულის თვისებას ხვდები, რომ არ არის ღმერთი ასე მარტო ჩემთვის ვიცოდე და არა, პირიქით გინდა ყველას უთხრა ეს რაღაცა, გინდა ყველა მიცოდეს ეს რაღაცა, რომ გაიხარონ. მე ჩემი სიტყვებითაც უმხნევდები ახლა დიდება უფალს, იმედი მაქვს გამხნევდით. არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ ქრისტიანები, მორწმუნეები, ხშირად არ ვიცით ხოლმე რა გვეკუთვნის. არ ვიცით ხოლმე რა გვეკუთვნის და ამ უცოდინრობას ხშირად მოაქვს ხოლმე არასასიამოვნო მომენტები, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში უნდა მოუხმოთ ღმერთს ამ მინდობილობის საფუძველზე, ყიჟინის საფუძველზე და ჩვენ შეგვიძლია დავცეთ ყიჟინა იესო ქრისტეს სისხლის ძალით, რომელიც არის ჩვენთვის დაღურელი. მადლობა ამ სიტყვისთვის ღმერთს, რომ მომეცა ეს სიტყვა, ძალიან ნერვიულობდი, როგორ გადმოგცემდით, როგორ გამომივიდოდა ამის თქმა, მაგრამ დიდება უფალს გალობის დროს მივხვდი, რომ კარგად ვიტყოდი ამას. დიდება ჩვენს უფალს. მადლობა ძვირფასება მოსმენისთვის. ვლოცულობ, როდესაც ვლოცულობ ჩემთვის, ვლოცულობ, რომ ამ მინდობილობის ახალი აღთქმის გამოცხადება უფრო მეტად მივიღო სულში და არა მარტო მე, თქვენც, თელმა ეკლესიამ და არა მარტო ამ ეკლესიამ, სადაც არიან ჩვენი დები და ძმები, ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნეები, რომელებიც შეურყვნელად ცემენ ღმერთს თაყვანს, ესეთი ადამიანები. გამოჩნდეს ღმერთო მეტად ეკლესია უფალო, გამოჩნდეს შენი ეკლესია, შენი დიდება გამოჩნდეს მამაო, შენი კეთილგანწყობა გამოჩნდეს უფალო, შენს ეკლესიებზე, ამ ქვეყანაზე და ყველაზე, ვინც შენ გეძებს ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით მამაო, ამინ. მადლობა უფალო, მადლობა ძვირფასებო, მადლობა